ხელოვნებით ვარ ქართველი. სარწმუნოებით კათოლიკე. მე მხოლოდ 27 წლისა ვარ. უკვე მე-7 წელია, რაც ვითვლები თბილისის კოსიოლის ერთ-ერთ საუკეთესო პიანისტად. ასე გაიცნო ზაქარია ფალიაშვილი მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორს, კომპოზიტორ სერგეი ტანეევს და სთხოვა. მომეცით საშუალება განვახორციელო ის ოცნებანი, რომლებიც არ მტოვებენ ადრეული ბავშვობიდან დღემდე. ტანეევმა შეისმინა მისთვის უცნობი თბილისელი ორგანისტის თხოვნა და მოსკოვის კონსერვატორიაში სრულიად უსასყიდლოდ ჩარიცხა. მე ვიცი რა, რომ ბაბუა ჩემს ძალიან უყვარდა ბებია ჩემი. და ბებია ჩემსაც ძალიან უყვარდა და იმიტომ ყავდათ მაგათ 18 ბავშვი. 18 შვილი. პირველი იყო ვანო, დირიჟორი, მესამე იყო ზაქარია. მამა ჩემი იყო მე-17 ბავშვი. როცა მამა ჩემი დაიბადა, რა ზაქარია უკვე იყო 24 წლის. და კიდე მე-18 ბავშვი დაიბადა იმის შემდეგ. და ზაქარია არჩენდა მთელ ამ დიდ ოჯახს, იმიტომ რომ ვანო დირიჟორობდა მთელ რუსეთში, ყველაზე სადაც იყო ყველაზე დიდი თეატრი. აუცილებლად მხოლოდ იქ იყო და მარტო 1922 წელს დაბრუნდა საქართველოში, როცა რევოლუცია და რაღაცები იყო და მაშინ უკვე თავის ძმასთან დაიწყო საერთო მუშაობა და ზაქარიას იძულებული იყო რომ შეენახა ეს მრავალი ოჯახი. 18 ბავშვი ცოტა. აი ზუსტად ეს იყო მიზეზი, ჯერ ის რომ 29 წლის ასაკში არა წავიდა მოსკოვში კონსერვატორიაში სასწავლებლად, იმიტომ რომ არ შეეძლო ადრე წასვლა, იმიტომ რომ შედები იქნებოდნენ მაგის ნათესავებისა ყველანი. და მე ვერც დაამთავრა. აქამდე კონსერვატორი დამთავრებული არის ბიძა ჩემი. რა ვქნათ? ქართულ ხალხურ სიმღერას 16 წლის ზაქარია ლადო აღნიაშვილის გუნდში ეზიარა. ფალიაშვილები ახალი ჩამოსული იყვნენ თბილისში, როდესაც აღნიაშვილის გუნდს უკვე მთელი საქართველო ჰქონდა შემოვლილი და სახელიც მოპოვებული ჰქონდა და როგორც ჩალვა კასმაძე წერს, ძმები ფალიაშვილები ზაქარია და ივანე თეთრ წაღებში, ცისფერ შარვლებში, ალუბლისფერ ხავერდის კულაჯებში მორთულები ეროვნული სიამაყის გზნობით დაეწაფნენ ხალხური მუსიკის საუნჯეს. 1901 წელს წავიდა პირველ ექსპედიციაში და საქართველოს თითქმის ყველა კუთხე ცხენითა და ფეხით მოიარა. 15 წელიწადში ფონოგრაფზე 300-მდე სიმღერა ჩაიწერა. მაშინ ცხადია ზაქარია არაცნობიერებდა იმას თუ ამით ის ქმნიდა როგორც საკუთარი საოპერო შემოქმედების ასევე ქართული პროფესიული მუსიკის საფუძველს. ამ სიმღერების ნოტებზე გადატანა მეტად რთული და მძიმე შრომა იყო, ამიტომ თითო მონაკვეთ ზოგჯერ 1000 ჯერ უსმენდა. სწორედ აქ არის ის მემორიალური ფონოგრაფი, რომლის საშუალებითაც იწერდა ის ფოლკლორულ ნიმუშებს. ამ ფოტოზე არის იულ მიხალნა, ზაქარია ფალიაშვილის მეუღლე, ლიდ მიხალნა და ბებია ჩემი ვალენტინა მიხალნა უთკინები. ეს ოჯახი, უთკინების ოჯახი ცხოვრობდა მოსკოვში, როგორც ბებიები ამაყობდნენ в 4-этажном каменном доме. პირველ სართულზე ვებერთელა მაღაზია ჰქონიათ на Тверском бульваре. მეორე სართულზე ამათი ოჯახი, უთკინების ოჯახი ცხოვრობდა და მესამე და მეოთხე სართულზე იყო
სასტუმროს ტიპის გასაქერავებელი ოთახები. როგორც ჩანს, ზაქარია კონსერვატორიაში რო ჩააბარა 1901 წელს, დაიქირავა მათთან, სხვათა მეოთხე სართულზე სადღაც თუ მანსარდაში პატარა ოთახი, იმიტომ რომ ძალიან ხელმომჭირნედ ცხოვრობდა. და მოხდა, სასწაული ბებიაჩემის უფროსი და იული მიხალნა განათხოვარი იყო და ეტყობა, ზაქარია მაინც სიმპათიური კაცი, აქეთ იქით და ბებიები იყვნენ ლამაზები, ესე დაროდნი ჟენშინებელი. ხო და ახლა, სიმდიდრე თავისას აკეთებდა. ვინ მიცემდა ზაქარიას ქუთაისელ ბიჭს ამ ქალბატონს თუ ვებერთელა ნაკლი იმ პერიოდისათვის არ ექნებოდა. იულია მიხალნა იყო განათხოვარი, ყავდა ბავშვი. და კიდევ ერთი, ქალები ყოველთვის ამას მალავენ, ცოტა უფროსი იყო ზაქარიაზე. და თქვენ წარმოიდგინეთ, იმდენად მდიდარი ოჯახი იყო, რომ ივან პეტროვიჩ ფალიაშვილი, მაგის უფროსი ძმა, მომდევნო დირიჟორი, ჩამოვიდა მეორე წელს და ლიდ მიხალნა არ მოიყვანა ცოლად. კიდო კარგი ბებიაჩემი განათხოვარი იყო ვიქტორ ალექსანდროვიჩ კუვშინოვზე. რიაზანელი, მდიდარი კაცი, ბაბუაჩემი მდიდარი რომ იყო, იქიდან ჩანს, რომ ზაქარია თავის ოჯახთან ერთად ხშირი სტუმარი იყო ბაბუაჩემთან რიაზანშიც და მის ეგრეთ წოდებული იმენიე სალოჩაში, სადაც ზაქარიას ემსახურებოდნენ გუვერნანტკები, ბატონო ჩემო, ცალკე მზარეულები უვლიდნენ და დაახლოებით 22 წლამდე ზაქარია თითქმის ყოველ წელს დადიოდა მამულში და ესეც მინდა ვთქვა, რომ ძალიან ნაყოფიერი შრომა იყო. სხვათა შორის მან ოპერის წერა იქიდანვე დაიწყო, იდეა რაღაცა ჰქონდა. კათოლიკურ საგალობლებზე, ქართულ ხალხურ და კლასიკურ ევროპულ მუსიკაზე აღზრდილს დრო დაუდგა საკუთარ შემოქმედებაზეც ეფიქრა. როდესაც პეტრე მირიანაშვილმა ოპერის დაწერა შესთავაზა, დიდხანს უარზე იდგა. მაგრამ აბესალომ და ეთერის მზა ლიბრეტო რომ ნახა, დაინტერესდა და გაბედა. მუშაობა ძალიან გაუგრძელდა. პედაგოგობა და კონცერტები დიდ დროს ართმევდა. ზაქარიას და ივანეს საკუთარი თავის გარდა მრავალრიცხოვანი ოჯახიც უნდა ერჩინათ. ამ დროს საზოგადოებაში საკმაოდ ისეთი ცუდი განწყობაც კი გაჩნდა, რომ რაღაც იყო პრეტენზიები, რატო არ წერს ფალიაშვილი ოპერას, ეთყობა ვერ წერს. ამ ლიბრეტოზე ოპერის დაწერის სურვილი დიმიტრი არაყიშვილსაც გაუჩნდა. პეტრე მირიანაშვილმა არაყიშვილს უარი უთხრა, რადგან ფალიაშვილს მუშაობა უკვე დაწყებული ჰქონდა. ამის გამო არაყიშვილსა და ფალიაშვილს შორის შემოქმედებითი შუღლიც კი გაჩნდა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. ოპერის მესამე აქტი 1913 წლის გაზაფხულზე, ჯერ ქართულ კლუბში, ხოლო 2 წლის შემდეგ თბილისის სახაზინო თეატრში შესრულდა. არათუ პრემიერამდე ფრაგმენტების მოსმენაც კი ეროვნულ დღესასწაულად იქცა და ამან უფრო მეტი სტიმული მისცა კომპოზიტორს, მეტი შთაგონება შემატა, ხოლო საზოგადოების მხრივ კი გააძლიერა მოლოდინი პრემიერის შესახვედრად. სიმამრის წყალობით ზაქარიას გაჭირვება აღარ უგრძნია. პირველი ფრაკი, პირველი ევროპული სამოსიც სიმამრისგან ერგო. მოსკოვიდან თბილისში დაბრუნებული ფალიაშვილი აგურის ქუჩაზე დასახლდა. დებმა უტკინებმა აქ მთელი სართული შეიძინეს.
ზაქარიას ამ პერიოდისათვის ამისი საშუალება რასაკვირველი არ ჰქონდათ. ჯერ არც იყო კლასიკოსი ქართული მუსიკის და არც ოპერები არ დაუწერია. მაგრამ ცხოვრობდა აი სწორედაც აი ბებია ჩემების გემოვნებით შერჩეულ ბინაში, სადაც ეტიკეტი იყო ცოტა სხვანაირი, ვიდრე თბილისს ეკადრებოდა. იქ პახლა რუსკი მდუხამ რო იტყვიან. ღვინოს იქ ბევრს არც სვავდნენ, არც იყო მიღებული. სუფრაზე ყველა მიცოდა ფალიაშვილებში, ნათესავებში, რომ ერთი ბოთლი იდგა. დაილევოდა 1-2 ჭიქა ღვინო. მაგრამ ეტყობა ზაქარიას ქართული ბუნება ვერ იტანდა და ოპერაში დამისხით დამალევინეთ ეს ღვინო ხერტიალი კომპენსაციას აკეთებდა იქა. ბაქრაძის ქუჩაზე ცხოვრობდნენ 3 ძმანი. ესენი იყვნენ ზაქარია თავისი მეუღლით იულათი, ივანე ფალიაშვილი და მისი მეუღლე ლიდა და უმცროსი ძმა ბაბუაჩემი ნიკოლოზი თავის მეუღლე ტონიასთან და ქალიშვილ იულასთან ერთად. საინტერესო ისტორია არის ამ ოჯახის ნათესაური კავშირებისა ერთმანეთთან. ზაქარიამ ცოლად მოიყვანა იულა, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ყავდა შვილი ტონია. ტონიას ცოლად მოიყვანა ნიკოლოზმა, უმცროსმა ძმამ, ხოლო იულას და ლიდა შემდგომში ფალიაშვილი ცოლად მოიყვანა ივანემ. ზაქარიას ჰქონდა ერთი თვისება, რომ ხშირად აპაჭუნებდა თვალებს. ეს არის ტიკი, ექიმურად რომ ვთქვათ. და მე არ ვიცოდი და დიაზაკვრა რატომ ხუჭავ თვალებს ხშირად ჰქონდა. არა მშობთა აკაისისტოა. ისე იყო ძალიან პრინციპი. ნოდარ ფალიაშვილის მამა ლევან ფალიაშვილის კომპოზიტორი ერქვა. იყო ძალიან მიჭირი, მაგრამ ამასთან შედარებით და მე მარკად მახსოვს და ძალიან ეს მახსოვს უკვე რომ ზაქარია იყო კონსერვატორიის დირექტორი ერთ-ერთი თავი მუსიკალური შესრულებისა და ბევრს წვეთდა თვითონ და ლევანს ჰქონდა 2 ოპერა დაწერილი იავნანა მრაკნა და ბეპრის ხაოსა. ხო, და მაშინ იყო მახსოვს ძალიან კარგად მამაჩემს იმდენად უწევდა ანკარის რომ ლევანმა შეხვეწა მამას. რომ რა არის ხო ყველას იმას ნახონო, ერთჯერ ნახონო, თუ არა რამდენი ოპერა ითმევა ის რომელიც მეორედაც აღავლის და თუ არ შეიძლება რომელიმე ოპერა მაშინ ზაქარია მუთხრა რომ ვერ ვიცამაგას ძალიან პრინციპულები იყვნენ სხვა შორის ამხრივ ძალიან ვერ ვიცამაგას იმიტომ რომ ჩემს რომ მე მაგმისე მე მაშინ ბერს მომამისე ისეც უხის რომელსაც და ბეფრის ყავსანიო მე ვერ შევცელიო რომ მომიყიდეხებიო ამ ოპერისათვის ოპერაზე ძირითადად ზაფხულში ქვისლის მამულში მუშაობდა პირდაპირ წერდა როცა დაამთავრებდა პიანინოს მერე მიუჯდებოდა ხოლმე. თან ამბობდა, რასაც მე ვაკეთებ იქნებ ოპერა არ გამოვიდეს. მაგრამ მასალად მაინც გამოადგება სხვას. დაე მან დაწეროსო.
ოპერის წერისას აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში ზაქარიას ერთადერთი შვილი ირაკლი. ის სულ თითქმის განუწყვეტლივ ეჯდა ფორტეპიანოსთან და წარმოიდგინეთ რაღაც რჩევებსაც კი აძლევდა. და ისეთ შენიშვნებს გამოთქვამდა ხოლმე, რომ ზაქარიას თვითონ უკვირდა, რომ საიდან როგორ ესმის ამ ბავშვს ამდენი და ისეთი რჩევები იყო ეს, რომ ზაქარია იზიარებდა, იღებდა ამას. მაგრამ სწორედ აი ამ პერიოდში ოჯახს ეწვია დაატყდა თავს უდიდესი ტრაგედია. 11 წლის ირაკლი დაიღუპა. მისი დაღუპვის სხვადასხვა ვერსია არსებობს. ერთი ვერსია არის, რომ კორჯორში დასვენებისას ხის მორი დაეცა და გულმა ვერ გაუძლო ამ დარტყმას. ფაქტია, რომ ამის შემდეგ ზაქარიასთვის, ესე იგი, ოპერაზე წერა კი არა, საერთოდ სიცოცხლის სურვილი დაეკარგა მას. ეს დიდი ხანი გრძელდებოდა, რაღაცა სცადა კიდეც ოპერაზე მუშაობა, მაგრამ მერე ნოტების დახევა დააპირა, სწორედ ამ დროს თურმე მიუსტრო ივანე ჯავახიშვილმა და ნოტები ხელიდან გამოგლიჯა. შენს ყუდრო საფლავს უძრავს მშვენიერს მარტოკა სულსა ბულბულის ტვენდა და ღამით მარტოზედ ბადრი მთვარე შუქს გიგზავნი და სინათლეს გფენდა. ანგელოს გუნდი ზეცით მოსულნი სალამს გაძლევდნენ ზედ დაგხვეოდნენ იაყაყაჩო წითელი ვარდი შენთან ყვაოდნენ შენ დაგხაროდნენ. მაგრამ ჩვენ ვიცით კიდევ აი ასეთი გადმოცემა გვაქვს ზაქარიას სტუდენტის მომღერალი გიორგი მარჯანიშვილის მოგონებიდან ვიგებთ, რომ ზაქარიას თურმე ერთხელაც ამ პერიოდში ესიზმრა ირაკლი, რომელმაც უთხრა, რომ რატო შეწყვიტე შენ ამ ოპერაზე მუშაობა? შენ აუცილებლად ეხლავე უნდა განაგრძო ესო. და ზაქარია როგორც ყვებოდა, რომ აი ესე იგი, აი ამ სიზმრიდანვე გამომყვაო საოცარი იმპულსიო. გაღვიძებისთანავე შევუდექიო ოპერაზე მუშაობა საოცარი დიდი ენერგიითო და საბოლოოდ ეს ოპერა რომ დაასრულა ზაქარიამ პარტიტურას ხელით მიაწერა ძეგლად ერთადერთ ყრმას ირაკლის მამის მსაგან ზაქარია პეტრე-სტეფანიაშვილისგან. აბესალომის გაორკესტრებას 2 წელი დასჭირდა. პრემიერა 1919 წლის 14 იანვარი შეირჩა. წმინდა ნინოს ხსენების დღე. 48 წლის ზაქარიას ჩვეული არტისტიზმი და რომანტიზმი დაუბრუნდა. მთავარი როლების შემსრულებლებთან და გუნდის თვითეულ წევრთანაც კი ცალ-ცალკე მუშაობდა. რეპეტიციები ღამის 2-3 საათამდე გრძელდებოდა. ხან თეატრში, ხანაც მასთან სახლში. იანვარში სპექტაკლის დასრულება მაინც ვერ მოესწრო. ქართული კლასიკური ოპერის მოლოდინი იმდენად დიდი იყო, რომ დიმიტრი არაყიშვილსა და ზაქარია ფალიაშვილს პირველობაზე ერთგვარი პაექრობაც კი ჰქონდათ. არაყიშვილმა დაასწრო ფალიაშვილს. ოპერის თქმულება შოთა რუსთაველზე პრემიერა აბესალომზე რამდენიმე კვირით ადრე გაიმართა. ჩაუშხამა იმით, რომ არაყიშვილი თებერვლის პირველ რიცხვებში დაიდგა და ეს 19 თებერვალს. ოდესაც იგი 18 დღე არაყიშვილი იყო დიდების ზენიტში და ეს რო შესრულდა უკვე ყველასათვის ნათელი გახდა. ფალიაშვილს დამკვიდრებული აქვს პირველი ადგილას. მე კი არ ვაკუთვნებ. ფალიაშვილი დრომ დაამტკიცა.
მადლობა რომ ქართველი ხალხის მუსიკალური გენია მან განაზოგადა და განახორციელა და პროფესიული მუსიკის ჟანრში. აი ამაშია მისი გენიალობა. ციტირებით კი არა, არამედ მისი განზოგადებით. აი ეს არის მისი დამსახურება. თებერვალს აბესალომ და ეთერის პრემიერის დღეს დილიდანვე უკვე თითქმის ყველა ქართული გაზეთი იუწყებოდა აბესალომ და ეთერის პრემიერას. დაიწყო სპექტაკლი, დარბაზი გადავსჭედილი გახლდათ და სპექტაკლის უკვე მეორე აქტის შემდეგ გამოვიდა ორკესტრის მსახიობი, ცნობილი ვიოლონჩელისტი კაპელნიცკი და განაცხადა: სოფლიოს საოპერო ხელოვნების ოქროს ჯაჭვს ახალი რგოლი შეემატა, ოპერა აბესალომ და ეთერი. ამას მოყვა ძალიან დიდი ოვაციები და სპექტაკლის დამდგმელი ჯგუფი უკვე წარმატებას ულოცავდა ერთმანეთს. აბესალომის დამდგმელი რეჟისორი იყო ალექსანდრე წუწუნავა. მხატვარი ალექსანდრე ზალცმანი. დირიჟორი თვითონ კომპოზიტორი. სპექტაკლის ბოლოს საზოგადოება ისეთი ანთებული იყო, ისეთი აჟიტირებული, ჯერ დარბაზიდან არ გამოდიოდნენ. როდესაც გამოვიდნენ დარბაზიდან, გამოიყვანეს ზაქარია ხელში ატაცებული და მერე უკვე ხალხს დაშლა არ უნდოდა, სახლებში წასვლა არ უნდოდათ და წარმოიდგინეთ თვითონ ავტორი რა მდგომარეობაში იქნებოდა. მასაც სახლში წასვლა არ უნდოდა და საბოლოოდ სახლის ნაცვლად ივანე ჯავახიშვილს ეწვია. მეორე დღეს გაზეთები აბესალომ და ეთერის ღირსებას თითქმის ერთსულოვნად აღნიშნავდნენ. ერთსულოვანი იყვნენ კრიტიკაშიც. ავტორს ოპერის შემოკლებას ურჩევდნენ. ზაქარია მესრჩევა გაითვალისწინა. 5 მოქმედებიანი ოპერა 4 მოქმედებიანად იქცა. ერთადერთი ჩაკრულო არ დათმო. სიმღერის შემოკლება კატეგორიულად იუარა. ამის საბუთიც ჰქონდა. მთელ კახეთში გავრცელებულია გიტარა, მანდოლინა, გარმოშკა და არღანი, რომლებზეც უკრავენ რაღაც ციგანსკი რომანსებს, ვალსებს, პოლკებს და ათასნაირ შაბლონურ პესნებს. მაგალითად, წიკო გარმონიკო, ნაკინუ პლაშ, ესფიმია სვიშენიკ. აბა ამის შემდეგ რაღა გასავალი უნდა ჰქონდეს ნამდვილ კახურ დარბაისლურ სიმღერებს. ზაქარია ფალიაშვილის სახელთან, მის პოპულარობასთან კიდევ ერთი აბსოლუტურად უჩვეულო ისტორია არის დაკავშირებული. იმ პერიოდში თურმე თბილისის საოპერო თეატრში დირიჟორი იყო სამუელ სტოლერმანი, რომელიც ძალიან საინტერესო პიროვნება იყო, გამოირჩეოდა დიდი სიყვარულით ქართული მუსიკის, ქართული ოპერის მიმართ, მაგრამ მას ყოლია ძალიან ცუდი ხასიათის მეუღლე, ძალიან ჭირვეული და აუტანელი ხასიათის ქალბატონი, რომელთანაც სულ ჰქონდა ეს უსიამოვნებები და ეს ქალი განსაკუთრებით ვერ იტანდა ქართულ მუსიკას და განსაკუთრებოდა ზაქარია ფალიაშვილის აბესალომ და ეთერის ძულდა თურმე. ისე რომ, როდესაც სტოლერმანი მუშაობდა ამ პარტიტურაზე, მას ხანდახან ჩუმათაც კი უხდებოდა ამაზე მუშაობა და ის ეძებდა ისეთ მომენტს, როცა მის მეუღლეს ჩაეძინებოდა და მაშინ თავისუფლად ემუშავა ამ პარტიტურაზე. და ერთხელაც, როდესაც ჩაეძინა მის მეუღლეს, იგი გახარებული იყო, ძალიან წყნარად შვიდად აიღო ეს თავისი პარტიტურა და აღმოჩნდა, რომ აქ არის
გამოგლეჯილი მთელი რიგი გვერდები. ნუ წარმოიდგინეთ ახლა თქვენ რა დაემართებოდა სტოლერმან, როდესაც იმ პერიოდში ეს პარტიტურები ფაქტიურად ხელნაწერი იყო, ხელით იწერებოდა და შეიძლება სრულიადაც ერთი ეგზემპლარი ყოფილიყო. ნუ ის აფექტურ მდგომარეობაში ჩავარდა, სახში რევოლვერი ქონია, აიღო ეს რევოლვერი და დაახალა 2 ტყვია მის მეუღლეს. აი მოხდა ესეთი ტრაგედია, რის შემდეგაც ის გამოვარდა სახლიდან და პირველი ადამიანი, ვინც შეხვდა ქუჩაში, ეს იყო ზაქარია ფალიაშვილი. და მოუყვა ეს ისტორია და თქვენ წარმოგიდგენიათ რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა ოპერის ავტორი, რომ ასე თუ ისე ირიბად მოხდა აი ამ ტრაგედიის მთავარ პერსონაჟად და იმ პერიოდში საქართველოში მენშევიკური მთავრობის დროს იყო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. შეიძლება ამან განაპირობა ეს გადაწყვეტილება, მოკლედ განაჩენი გამოუტანეს 18 წელი, რომელიც იყო უმაღლესი იმ პერიოდისათვის, მაგრამ მოსამართლემ ჩათვალა, რომ ის 18 წელი, რაც სტოლერმანს თავის მეუღლესთან ჰქონდა გატარებული, სასჯელად ჩაეთვალოს. წარმოიდგინეთ და ამის შემდეგ ამ განაჩენს ფაშისტკურით შეხვდნენ მთელი საზოგადოება, იმდენად დიდი იყო აბესალომ და ეთერის ამ ოპერის მიმართ სიყვარული, რომ აი ესე საზეიმოდ დამთავრდა ეს ყოვლად უცნაური ინციდენტი, მე ვიტყოდი ესე. პირველი წარმატების შემდეგ ფალიაშვილმა მალევე მოძებნა მეორე ოპერის სიუჟეტი. ბევრად სწრაფად დაწერა. თავსაც უკეთესად გრძნობდა და უფრო გაწაფულიც იყო. კონსერვატორიის რექტორობამაც საშუალება მისცა კერძო მოწაფეებზე უარი ეთქვა. ფალიაშვილის ასეთ უეცარ და მძაფრ შემოქმედებით აღმაფრენას იქნებ სხვა მიზეზიც ჰქონდა. ქართული კულტურის კომაგი და მეცენატი მიხეილ ბუზოღლი თბილისში, ჩიტაძის ქუჩის 10-ში თავისივე აშენებულ სახლში ცხოვრობდა. ქალაქში ცნობილი კაცი გახლდათ, არქიტექტორი და მშენებელი, არაჩვეულებრივი ბუნების და კეთილის საქმით განთქმული. ხშირად უცხოეთში მუშაობდა, ამიტომ საკმაო შეძლებაც ჰქონდა. ცოლად ყავდა ნაჯეჟდა აბაშიძე, მომხიბლავი ქალი, ქუთაისში დაბადებული დედით ჩიქოვანი. მას და მიხეილს 2 ვაჟი შეეძინათ, მიხეილი და ალექსანდრე. ცოლ-ქმარს ძალიან უყვარდა მუსიკა. ზაქარიას განსაკუთრებით აფასებდნენ და ვაჟების მასწავლებლად მიიწვიეს. ნაჯეჟდა მომღერლობაზე ოცნებობდა და თვითონაც ფალიაშვილთან დაიწყო მეცადინეობა. მიხეილი ამაყობდა, რომ ცნობილმა კომპოზიტორმა მის მეუღლეს რამდენიმე კონცერტზე აკომპანიორობა გაუწია. მოგვიანებით ოპერა დაისის პრემიერის ბანკეტი ბუზოღლის ოჯახმა გადაიხადა. არც ერთ წყაროში, არც ერთ წერილში, არც ერთ წიგნში გაკვეთაც კი არ არის მოხსენებული ერთი მეტად მნიშვნელოვანი პიროვნება, რომელმაც ღრმა კვალი დასტოვა, წარუშლელი, ესე ვთქვი, დასტოვა და ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ზაქარია ფალიაშვილის როგორც პირად, ასე შემოქმედებით ცხოვრებაში. ეს გახლავთ დღესდღეობით ალბათ იდუმალებით მოცული ქალბატონი ნაჯეჟდა ბუზოღლი, რომელსაც ზაქარია ფალიაშვილმა მიუძღვნა თავისი შემოქმედების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. გადიოდა წლები და ხსენება ოფიციალურად ქალბატონი ნაჯეჟდა ბუზოღლის არ არსებობდა. და 1970 წელს ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ მთავარმა რედაქტორმა ბატონმა ოთარეგაძემ დაარღვია ეს სიჩუმე და გამოაქვეყნა ვრცელი მასალა ქალბატონ ნაჯეჟდა ბუზოღლის შესახებ. Rahat დაგემალოთ და აი ამ საკმაოდ თამამე პუბლიკაციის ავტორი გახდით მე. ქალბატონმა ნაჯეჟდამ ძალიან დიდი გულითადობით მიმიღო და ძალიან გულგახსნილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა შეხვედრისთანავე. თვითონ ასე მიამბო, რომ უკვე 1918 წელს ქალბატონი ნაჯეჟდა შეხვდა ზაქარია ფალიაშვილს. მე მგონი ესეც შეხვედრაც სწორედ მუსიკალურ სწავლა-განათლებასთან იყო დაკავშირებული. ვინაიდან მთელი მომდევნო წლების მანძილზე ზაქარია მას ამეცადინებდა, ასწავლიდა მუსიკალურ თეორიულ დისციპლინებს.
თვით ეს პერიოდი ძალიან მძიმეა ზაქარია ფალიაშვილისთვის, რადგან სულ რამდენიმე წლის წინ 1915 წელს გარდაიცვალა მისი ერთადერთი ვაჟი 11 წლის ირაკლი, რომელმაც საშინელი, გამანადგურებელი გავლენა მოახდინა ზაქარიას პიროვნებაზე და მის ცხოვრებაზე. ის საერთოდ გამოითიშა შემოქმედებით ცხოვრებას, საზოგადოებრივ ცხოვრებას, გაწყვიტა ურთიერთობები ადამიანებთან, მძიმე დეპრესიაში იმყოფებოდა. აი ამ დროს მის ჰორიზონტზე გამოჩნდა ეს მშვენიერი მომხიბლავი ახალგაზრდა ქალი, რომელიც მისი პიროვნების თაყვანისმცემელი იყო, როგორც დიდი და განსწავლული მუსიკოსისა და გარდა ამისა თანაუგრძნობდა მის პირად ტრაგედიას. ასე თანდათან ჩამოყალიბდა მათი ურთიერთობა, რომელიც მეგობრობაში გადაიზარდა და უკვე 1920 წელს სხვათაშორის უტყუ ბაბას თუმაში ერთდროულად ისვენებდნენ, მიართვა წარწერით თავისი რომანსები ნანაშვილო და ახალ აგნაღო სულო. ეს შემდეგ აი ეს თქვათ ჩვევა თავისი ნაწარმოებების ჩუქების მიეძღვნისა რაღაცა დამკვიდრდა ამ ურთიერთობაში. ერთ-ერთი მოგონება ასეთი იყო, ქალბატონმა ნაჯიშდამ მიამბო, როგორ ერთ ჩვენია დღეს, ასე მგონი 1923 წელია, მოულოდნელად ესტუმრა ზაქარია ფალიაშვილს, იმისთვის ეს რაღაცა ეტყობა და ძალიან სასიხარულო ფაქტი იყო, რომ გამოჩნდა, მოვიდა თავად ნაძეშდა ესტუმრა და ექსპრომტად, როგორც ქალბატონმა ნაძემ მიამბო, დაიწერა რომანსი რისთვის მიყვალხარ, რომელიც ეძღვნება უკვე ქალბატონ ნაძეს. მისთვის მიყვარხარ რომ წრემს აკავდეს ჩემს თვალაში ეს სიყვარული მისთვის რომ ტანჯველს შემსავსაბეცა უფრო სასტიკადე ბრძვის ეს რისთვის რასაკვირველია, ქალბატონმა ნაძეშდამ ჩვენ დასაბედნიეროდ უაღრესად დადებითი ამაღორძინებელი, ასე ვთქვათ, როლი შეასრულა ზაქარია ფალიაშვილი, მოაბრუნა, ასე ვთქვათ, შემოქმედებისაკენ, გაუჩინა რაღაცა ცხოვრების სურვილი, ინტერესები და მეორე ვთქვით, ზაქარია ფალიაშვილი მის განათლებაზე ზრუნავდა და ასე ვთქვათ, აი ასეთი სიღრმისეული გახდა ეს ურთიერთობა.
ხაში და აღფრთოვანება არც მეორე ოპერას დაკლებია. ლიბრეტოს ვალერიან გუნიას ორთამიჯნური დაედო საფუძვლად. ზაქარია მუშაობა 21 წლის ზაფხულში დაიწყო და 3 წელიწადში დაასრულა კიდეც. საბოლოოდ ოპერას დაისი ეწოდა. პრემიერამდე ზაქარია ოპერის ფრაგმენტებს ასმენინებდა თავისი ოპერის მთავარ შემსრულებლებს ვანო სარაჯიშვილს და სანდრო ინაშვილს. ცნობილი არის სარაჯიშვილთან ურთიერთობის ერთი ეპიზოდი. როდესაც ზაქარიამ ეს ვანოს პირველი ვარიანტი აჩვენა, სარაჯიშვილმა ძალიან მოიწონა ეს. მაგრამ ესეთი რამე უთქვამს. ზაქარია ეს ყველაფერი აღფრთოვანებას იწევსო, მაგრამ ერთი რაღაცა ჩემში მაინც უკმარისობის გრძნობას ქმნისო. აი მაგალითათო, პირველ აქტშიო, აი ესეთი რამე არისო. სატრფოს მართმევენო, ჭაბუკური ზეშთა გონება მეწამლებაო და შენ კიდე ამ დროსო ფარდას უშვეფო და მე არ მაძლევს საშუალებას დარდი და ვარამი გამოვხატოო და ამ დროს რა გავაკეთო მეო რუსთაველის პროსპექტზე გავარძეო და ვინმე ყელში ვწვდეო თუ რა ვქნაო და ზაქარია დაბნეულა რა ვიცი აბა რა არია გინდაო და აი მაგალითად ხალხური სიმღერა რო არისო ჩემო თავო აი შეიძლებაო აი აქ ჩასვაო და ზაქარია დაფიქრებულა და მე ამის შემდეგ ზაფხული ყოფილა ვანო აგარაგზე მიდიოდა და სასვენებლად ზაქარია თბილისში რჩებოდა და ცოტა ხანში ზაქარიამ არია თავო ჩემო აგარაგზე ახლა ვანო სარაჯიშვილს დაისი კოტე მარჯანიშვილმა დადგა. პრემიერა 1923 წლის 19 დეკემბერს გაიმართა. ამ ოპერამ კიდევ უფრო გააძლიერა საზოგადოების ეროვნული მუხტი და მეორე დიდი აღიარება მოუტანა ფალიაშვილს. თუკი აბესალობდა ეთერის პრემიერა დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში შედგა, დაისის პრემიერა უკვე გასაბჭოებულ საქართველოში გაიმართა. მაგრამ საქმე იმაში არის, სწორედ დაისში პოვებს ასახვას ის თემა, პოლიტიკური თემა, რომელიც თავად კომპოზიტორსაც აწუხებდა. და ამის შესახებ უფრო ფართოდ ჩვენ არც ისე დიდი ხანია რაც შევიტყვეთ. კონკრეტულად აი ეს ფაქტი, რომ თურმე ზაქარია შეხვედრია კოტე მაყაშვილის მეუღლეს, მარო მაყაშვილის დედას, შემთხვევით სასაფლაოზე და უთქვამს, რომ აი დაისის პერსონაჟი მარო თურმე კავშირში ყოფილა სწორედ მარო მაყაშვილთან. დაისში გატარებული ეს პოლიტიკური განწყობა იგრძნო ზემდგომმა ორგანოებმა და ფალიაშვილს მაშინ ერთგვარი გასამართლებაც კი მოუწყვეს და ცნობილი არის ვიქტორ დოლიძის ფრაზა, როდესაც მას კითხეს, რომ რა აზრის ხარ, ეს ოპერა არის თუ არა მენშევიკურიო და მას ასე უპასუხია, რომ მე არ ვიცი ეს ოპერა მენშევიკურია თუ ბოლშევიკური, მე ვიცი ის, რომ ყველას საბოლოოდ ფალიაშვილის თავოჩემოთი გაასვენებენო. დაპატიმრებას კი გადაურჩა, მაგრამ სამაგიეროდ კონსერვატორიიდან გაანთავისუფლეს და სრულებით უსახსროდ დარჩა. და მისი ეს მაშინდელი მძიმად მდგომარეობა ასახულია განცხადებაში, რომელიც ფალიაშვილმა მიწერა კომისარიატს. რადგანაც ამ უკანასკნელი 9 წლის ზაფხულის თვეების განმავლობაში მე სრულიად არ დამისვენია და ჩემი ოპერების აბესალომ და ეთერის და დაისის დაწერას მოვანდომე ეს დრო და ამას გარდა ზამთარშიც დიდ მუშაობას ვეწეოდი. რის გამოც ამ აუტანელმა მუშაობამ იმდენად შეარყია ჩემი ჯანმრთელობა და დამქანცა, რომ ექიმების დაჟინებული თხოვნით მე აუცილებლად მესაჭიროება ამ ზაფხულში სრული დასვენება და წამლობა აბასთუმანში. ამისათვის მოგმართავთ თქვენ უმორჩილესი თხოვნით. შეხვიდეთ ჩემს მდგომარეობაში და მატერიალური დახმარება აღმომიჩინოთ. სრულიად საკმარისი იქნებოდა ჩემთვის 25 ჩერვონცამდე, რომ ცოტა ჩემი ჯამაგირიდანაც დამემატნა და იოლად გავსულიყავი და თავი მომერჩინა. მოსკოვის კონსერვატორიის დამთავრებული თეორეტიკი ზაქარია ფალიაშვილი აძლევს გაკვეთილებს სამუსიკო თეორიისას და ფორტეპიანოზე პეტერბურგის და მოსკოვის კონსერვატორიების პროგრამით. ადრესი იზმაილოვის ქუჩა, ხელაევის სახლი ნომერი 43. ანუ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში.
საბჭოთა ხელისუფლება გარიყულ და განკიცხულ კომპოზიტორს მხოლოდ მაშინ შეურიგდა, როდესაც ფალიაშვილმა სანდრო შანშიაშვილის ტექსტზე დაწერა დიდი სიმფონიური კანტატა. ეს კანტატა ეძღვნებოდა ოქტომბრის რევოლუციის მე-10 წლისთავს. ნაწარმოები მთავრობის სასახლის წინ დიდი პომპეზურობით შეასრულა 400 კაციანმა გუნდმა. ფალიაშვილები ცნობილია, რომ ძალიან პატრიოტები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ რუსი ძოლები ყავდათ, მეც კი მახსოვს, როგორ ბაბუაჩემი აიძულებდა თავის ძოლს, ბებიაჩემს, რომ მართალია დამტროული ქართულით, მაგრამ მაინც ქართულად ელაპარაკათ. ასევე იყო ზაქარიას და ივანე, აიძულებდნენ, რომ თავიანთ ძოლებს ქართულად ელაპარაკათ. ტრადიცია ყოფილა ესეთი, რომ ყოველი სადილის წინ ფეხზე დგებოდნენ და მღეროდნენ მაშინდელ ჰიმნს სამშობლოს. და აი სიმბოლურია, რომ დღევანდელი ჰიმნი ზუსტად ფალიაშვილის მუსიკაზე არის დაფუძნებული. ბავშვობისას არა, მამაჩემი ხანდახან უკრავდა კათოლიკურ ეკლესიაში. და მეც კვირაობით მეც მივიდოდი და აჯერებოდი გვერდზე და იყვნენ ფეხებით, ხელებით, საინტერესო იყო ძალიან პატარა ბავშვისთვის და გვერდზე კიდე ვიღაცა მოხუცი კაცი იყო. ეხლა მაშინ მე მეგონა მოხუცი, ეხლა 40 წლის იქნებოდა, რომელიც იმას რა ქვია ამუშავებდა ორგანს, მაშინ ელექტრონზე არ მუშაობდა და მამაჩემ მითხრა, აი პირდაპირ ხომ ხედავ რა, აქ ზაქარიას მეგობარი ცხოვრობდა. ივანე ჯავახიშვილი და შენ არ იცი მაგის თარიღი, როცა ივანე ჯავახიშვილი იყო შიდა პატიმრობაში, არა, მაშინ ზაქარია მოდიოდა ეკლესიაში, ორგანთან ჯდებოდა და დაისის უვერტურას უკრავდა და მაშინ ივანე ჯავახიშვილი ხო გებულობდა, რომ ეს ზაქარია მოვიდა მაგის დასაცავად. ფალიაშვილს თაყვანისმცემლების გარდა ძალიან ბევრი მოშურნეც ყავდა. ასეთი ხმაც კი გავრცელეს, რომ ვითომ ძუნწი იყო და ასე უთხრესო, რომ შენ ფალიაშვილი კი არა, ფულიაშვილი უნდა გერქვასო. და ამ დროს აი სწორედ ახლახანს კომპოზიტორმა ალექსი შანიძემ აი ესეთი ცნობა მოგვაწოდა, რომ ბებიამისი ცხოვრობდა სწორედ აი აქ ფალიაშვილის მეზობლად ამ ეზოში ბაქრაძის ქუჩაზე. და ერთი პერიოდი ამ ეზოს ხშირად ეწვეოდა ხოლმე ცნობილი ქუჩის მოხეტიალე მუსიკოსი ილიკო ქურხული. როდესაც მოდიოდა ილიკო ქურხული და იწყებდა დაკვას, მთელი მეზობლები გამოეფინებოდნენ ხოლმე, მაგრამ მათგან რაღაცა ისე თითო გროშს მიუგდებდნენ ხოლმე და ზაქარია გააღებდა ხოლმე ფანჯარას და მთელ ბუჯა ფულს ხურდას გადმოუყრიდა ხოლმე და ეს იმ პერიოდში, როდესაც თითოეული გროშის მოპოვება წვალებად უჯდებოდა. მაშინ სწორედ უხდებოდა კერძო გაკვეთილებზე სიარული, აი ამ სახსრების მოსაპოვებლად და ოპერაზე მუშაობისთვის კიდევ დრო არ რჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ზაქარია ძალიან დაფასებული იყო თავის ცხოვრებაში, მან თან ზდევდა სულ რაღაცა ინტრიგები, რაღაც დაბრკოლებები, რაღაც გაუგებრობები. აი მაგალითად, მან ჩამოაყალიბა ქართული გუნდი ქაშვეთის ეკლესიაში, აგალობა ქართულად და მერე დასწამეს მას, რომ თითქოს რუსებისგან შეუდგენია ეს გუნდი. ასევე აღსანიშნავია, რომ ანდრია ყარაშვილის სამშობლო, რომელსაც ჰარმონიზაცია გაუკეთა ზაქარიამ და ერთ-ერთი კონცერტის დროს რატომაც გამორჩენიათ აფიშაზე დაეწერათ ყარაშვილის გვარი და დაწერეს მარტო ფალიაშვილი. აქაც ფალიაშვილს დასწამეს, თითქოს მან პლაგიატობა გამოიჩინა და მიითვისა ეს ამბავი, რაც სიმართლეს აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა. ჩვენ და საუბედუროთ ყოველ ქართულ საქმეში და თუ შიგ ქართული მუსიკოსებიც ურევიან, ინტრიგა აუცილებელი მოვლენაა.
ყოველი ჩვენი საზოგადო საქმე ამითაა შეფერხებული და ჩამორჩენილი. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მქონდა აგარაკი წაღვერში და ყოველ წელიწადს ძალაუნეურად და გვიხდებოდა იქ წასვლა. ხო, ზაქარია როგორც წესი ჩამოდიოდა ყოველ წელიწადს. ჩამოდიოდა და მე გავიზარდე, მე მივხვდი, რომ ამ ჩამოსვლის მიზეზი გარდა იმისა, რომ ჩვენ ვენახეთ, იყო კეჩხობში მაცხოვრებელი ბუზოღლის ცოლი, რომელსაც ამბობდნენ ყვავილობაში, მე ესეთი ამბები არ ვიცოდი. და ხშირად დავყავდი მე. ესე იგი, როდესაც მიდიოდა, მივყავდი მე. და კეჩხობში, ხო, იქ ტყე იყო ძალიან კარგი და იქ თამაშობდი, ბავშვები იყვნენ რაღაცა. ეს კი იქ იყო და მე მოვდიოდი თუკა. ისე მეჟორი ყოველთვის წამიყვანდა და წამამიყვანდა. 1928 წლის 18 ნოემბერს 40 წლის ნაჯეჟდა ბუზოღლის მესამე ვაჟი ოთარი შეეძინა. ზაქარია ბავშვზე განსაკუთრებულად ზრუნავდა, ნათლულს ეძახდა. ნაჯეჟდა გაშორებასაც აპირებდა, მაგრამ უფროსი ვაჟების გამო თავი შეიკავა. ოფიციალურად მეუღლეს არ დაცილებულა, ერთ ჭერქვეშ, მაგრამ განცალკევებულად ცხოვრობდნენ. შვილმკვდარი ცოლის მიტოვება ზაქარიასაც გაუჭირდა. ხალბატონი ნადეჟდას გარკვეული მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ისეთი ძეგლის შექმნაში, როგორც არის ოპერა დაისი, რომელიც ხალბატონ ნადეჟს ეძღვნება და მაშინ ეს ხელნაწერი კლავირი ხალბატონ ნადეჟთან ინახებოდა, მან მაჩვენა ეს, დღეს აი აქ არის ეს ჩვენ თვალწინ არის ეს მართლაც უნიკალური ხელნაწერი და მაშინაც გამაკვირვა ზაქარიას კალიგრაფიამ, როგორი სკრუპულოზური სიზუსტით არის თითოეული ნოტა, ესე ვთქვათ, გამოწერილი და ყველაზე საინტერესო იყო ჩემთვის ის, რომ აი მეორე და მესამე გვერდი ამ კლავირისა. ძალიან საინტერესო პიროვნება ჩანს ზაქარია აი ამ ურთიერთობაში. ძალიან სუფთა მამაკაცის დაბეჭდილებას ტოვებს, ასე ვთქვათ, ძალიან წრფელი, ცოტა დულუბრყვილოც კი არის რაღაც ამაში ყმაწვილური. მაშინ არ იყო ის ძალიან ახალგაზრდა რა. ამოუწერია კიაზოს და მალხაზის პარტიებიდან ფრაგმენტები, ციტატები, ნოტები თუ და ტექსტი თუ და ეს გამოწერილი საგანგებოდ ამორჩეული ციტატები ჩაუმწკრივებია აი მეორე გვერდზე და თან წერია პარტიტურიდან ამონაწერ გულ ამონაგნესი. ეს არის სასიყვარულო, ესე ვთქვათ, სატრფიალო ტექსტი. შემდეგ გვერდზე კი აი წერია, რომ ეს კლავირი და ოპერა ეწოდება ხალბატონ ნადეჟდა ბუზოღლის, ისე იგი მინიშნება აშკარაა. აქვე ჩაუკრავს თავისი ფოტოსურათი და ქვევითაც მალხაზის არეიდან ამოწერილი აქვს სტრიქონები, ნოტები თუ და წერია სურს ასე ვიყო სულგანაბული, შესლამას თვალებს მიჩერებული. ესეც ხალია ზევით მისვნა ხალბატონი ნადეჟდასი და ქვევით ასეთი გულახდილობა გაცხადებული. აი ჩანს რაღაცა ძალიან დიდი გზნობა, ძალიან თანაც მოწიწებული, თანაც რაღაცა ამაღლებული. დაარსებიდან მუშაობს ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში და ყველა მასალას თითქმის ზეპირად ვიცი, რაც გაგვაჩნია ფონდებში. გვაქვს რა თქმა უნდა ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებისა და ამსახველი მასალები და ნადეჟდა ბუზოღლის გარეშე მისი ცხოვრება მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრების.
და გვაქვს მასალა ჯგუფური ფოტოები, სადაც ასახულია ზაქარია და ნადეჟდა ბუზოღლი და გვაქვს თვითონ ნადეჟდა ბუზოღლის ფოტოპორტრეტი. და სხვადასხვა მასალები. მაგრამ აქ ქონდა წერილობითი მასალა, მიწერმოწერა, ესე იგი, ყოველთვის ვიყავით ამით დაინტერესებული. ვერაფერს ვერ მოვიპოვეთ და შემდეგ მიმართეთ ქალბატონ ნადეჟდა ბუზოღლის ვაჟიშვილის კომპოზიტორ ოთარ გორდელს დახმარებისთვის. და ეჭვი ქონდა, რომ აი ეს მასალა იქნებოდა ქალბატონ ნადეჟდას პირად არქივში. და სწორედ იმით ვიყავით დაინტერესებული, მაგრამ რატომღაც ოთარ გორდელმა თქვა კატეგორიულად გითხრა, რომ ჩვენ წავიღეთ ეს მასალა და ჩავაბარეთ ხელნაწერთა ინსტიტუტს. რა თქმა უნდა, წავედით ხელნაწერთა ინსტიტუტში მოსადიებლად, მაგრამ ჩვენთვის სასურველი და საინტერესო იქ ვერ ვნახეთ. იყო ისე ნოტები, რომელიც ჩვენ ქონდა ზოგი პირი ქონდა გადაღებული ზოგის და ის თვითონ წერილები, რომელიც გვაინტერესებდა და მე ეჭვი შემეპარა, რომ იქ რაღაც იყო კიდე, რომელიც შეიძლება არ გვაჩვენეს და რა მიზნით არ გვაჩვენეს, ეს უკვე არ ვიცი. ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 100 წლის თავთან დაკავშირებით მუსიკათმცოდნე იზა ნადირაძემ მოიპოვა წერილები ზაქარია ფალიაშვილის ქალბატონ ბუზოღლისადმი, ჩვენ დაგასაკვირად ოთარ გორდელისგან ისევ და გამოაქვეყნა ჟურნალ საქართველოს ქალში. ჩემო სიცოცხლე, ძვირფასო ნადეჟდა. გუშინ წინ გამოგიგზავნე წერილი და ალბათ მიიღებდი. ეს მეოთხე წერილია ჩემი ხელით შენთან მოწერილი. ეხლა გენაცვალე შენ უდამენდურები ამ მოკლე წერილებს რომ გწევ. სამუდამოდ გამოჯამრთელების იმედი მე აღარ მაქვს, როგორც ეთყობა. მაგრამ როგორც იმ წერილში გწერდი და ეხლაც გთხოვ, შემავედრე ღმერთს, რომ ცოტათი მაინც გამოვკეთდე. ჩემო ანგელოზებო, წერილი მალმალე მომწერეთ. შენი ზახბედი. 1 ივნისი 1933 წელი. ლენინგრადი. ის წერილები და ხელნაწერები, რაც საქართველოს ქალში გამოქვეყნდა, ოთარ მამაჩემს კი არ გადაუსია. თვითონ ბებიაჩემმა გადაცხა ნადირაძეს 100 წლის იუბილეი იყო 71 წელში, რომელიც გამოქვეყნდა მე შემდეგ საქართველოს ქალში. სხვათაშორის მაგასთან დაკავშირებით პრობლემა იყო დედაშვილს შორის, მამაჩემი ძალიან შეწუხებული იყო მაგით, ნაწყენი იყო ბებიაჩემზე და სხვათაშორის არ ელაპარაკებოდა კაი ხანი ამის გამო, რომ თქვა გამოქვეყნდა ეს ყველაფერი და თავის ძმებიდან გამომდინარე დამოკიდებულებებიდან გამომდინარე თავის ძმებთან რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა თავის ძმებთან აი ამ წერილების გამოქვეყნების გამო. რაც შეეხება პირად არქივს, რაც ბებიაჩემმა პირადად მამაჩემს გადასცა არ გადაუცია არც ერთი მუზეუმისთვის და არც ხელნაწერთა მუზეუმისთვის, ის ენახება ჩემთან, რაც მე მამაჩემმა გადმომცა ცოტა ხნით ადრე თავის გარდაცვალებამდე და რასაც პირველად ვაქვეყნებ თქვენ ფილმში. რა არის ამ სახლის ისტორია არის მნიშვნელოვანი პირველ რიგში იმით, რომ მიქაელ ვარტანიძე ბუზოღლის სახლი იყო ეს და მთელი ეს ტერიტორია, რაც გვეგულება აქ იყოს, მის განკარგულებაში იყო ძალიან ცნობილი მეცენატი, ბიზნესმენი და საბჭოთა ხელისუფლების დროს ესე მოხდა, რომ მან თავისინებითვე დათმო მთელი თავისი ქონება და ერთადერთი რაც შერჩა მას ეს სარჩა ეს სახლი. შორის აი ამ სკამსგის და ბებიაჩემი და ფოტოც მაქვს. აი იქ იყო მისი ოთახი გამოსასვლელი, სადაც ჯდებოდა ხოლმე ამ სკამზე და მეც ვყავარ ხელში აყვანილი, პატარა ვარ მე ამ პერიოდში. ფსევდონიმის ისტორია მოკლედ ისეთია, რომ რაღაც 40 წლების შინ კომის შემდეგ პერიოდში, როცა ოთარის წარმატებები ჰქონდა და ნიჭიერ თეატრს ისწავლობდა, ამორჩეული იქნა წასაგზავნად საკავშირო კონკურსზე პიანისტების და მაშინ დაიბარა კულტურის მინისტრმა ბებიაჩემი და უთხრა, რომ ძალიან ისე კონკრეტულად უთხრა, რომ ბუზოღლის გვაითო
არ უნდა წავედეს კაციო საქართველოსდანო და რატომაც არ გინდაო რომ მიიღოსო ბავშვმაო თავისი გვარიო ფალიაშვილი ჩვენ თანახმა ვარ და მთავრობაო თანახმაო და რაზეც ნადეჟდამ თავისი ოჯახური ალბათ და თავისი პირადი და ოთარისთან შეთანხმებით ბრძნულად გადაწყვიტა ის რომ არ მიიღო მას გვარი ფალიაშვილი და გორდიდან იყო თვითონ წარმოშობით სხვათა შორის სოფელი გორდა არის აბაშიძეების იმერეთის რაიონში ქუთაისის თავზე არის და უცებ მოიფიქრა ოთარისთან შეთანხმებით ეს გორდელი ფსევდონიმი და ამ გორდელი ფსევდონიმით წავიდა ოთარი დაკავშირო კონკურსზე. აი აქედან გამომდინარე ოთარ გორდელი კონკრეტულად არა ფალიაშვილი, ოთარ გორდელი გახდა კომპოზიტორი. მე იმიტომ კი არა რომ მამაც ჩემია, მაგრამ მსოფლიო მასშტაბის. ჩაბათობით იყო რატომღაც ეს ტრადიცია ამ სახში, როცა სალონური მდგომარეობა იყო, შოსტაკოვიჩი ჩერდებოდა სულ ხოლმე როცა ჩამოდიოდა საქართველოში და ძალიან ბევრი საინტერესო პიროვნება. სალონური მდგომარეობა იმართებოდა და ეძღვნებოდა თქვა ლექსები, სიმღერა, ყველაფერი ნადეჟდას და სხვათა შორის იყო სკივრი ესეთი, სადაც ინახებოდა ეს ყველაფერი. ნადეჟდა ინახავდა ამ ყველაფერს, მასალებს. მაგრამ მე სამწუხაროდ არ ვიცი მაგ სკივრის ადგილმდებარეობა. და იყო ეგეთი სიტუაცია, რომ ყველა ძმას თავის ოთახში ჰქონდა ინსტრუმენტი. ყველა იყო განათლება ჰქონდა მუსიკალური და სხვათა შორის რომელიღაც ინსტრუმენტზე რაღაც ნაწილი დაისის იყო დაწერილი ამ სახში. ზურფასო ნადეჟდა ივანოვნა, ჩამოვედი პიაწიგორსკში. საკვები არ არის საუკეთესო, მაგრამ სამაგიეროდ ექიმები ძალიან კარგები ხართ. ჩემი დაავადების გამო უქეიფოთ ვარ. ცუდი აზრები მომდის სულ თავში. გამოგიტყდებით ზურფასო ნადეჟდა ივანოვნა იმას, რაც მე მადარდებს. ვინ იცის რა შეიძლება დამემართოს და მე გადაუხდელი დამრჩება თქვენი ვალი. მე არასდროს დამავიწყდება თქვენი ოჯახის დამოკიდებულება იმ 5 წლის განმავლობაში, როდესაც მე გამათავისუფლეს კონსერვატორიიდან. დავრჩი უსამსახუროდ. და თქვენი ოჯახის გარდა არავის ჭირდებოდი. სადაც მე როგორც მორალურ, ისე რაც მთავარია მატერიალურ მხარდაჭერას ვგრძნობდი. რომ არა თქვენ, მე ძალიან გამიჭირდებოდა. მართალია ახლა კი ვმუშაობდა თითქოს ცოტას არ მიხთიან, მაგრამ ვერ ვახერხებ ნაწილი ვალების, როგორც თქვენი, ასევე სხვების გადახდას. არც თქვენ და არც მიხეილ ვართანოვიჩი იოტის ოდენადაც არასდროს მახსენებდით ჩემს სვალს. პირიქით, სულ მეუბნებოდით, რომ თქვენ მატერიალურად უზრუნველყოფილები ხართ, მაგრამ ჩემი სინდისი მაინც არ მასვენებს. ვიცი, რომ ჩემ გამო თქვენ პირადად მრავალ ძვირფასეულობას შეელიეთ. მინდა მარტო დაგარწმუნოთ, რომ თუ კი სიცოცხლეში ვერ გადაგიხდით ვალს, იცოდეთ, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ მე მრჩება ოპერები, რომლებიც გადაგიხდიან. როგორ არის ჩემი ნათლული ოთარიკო? ახსენებს კი თავის ძიას. აკოცეთ მას ჩემგან. გიკოცნით თქვენს ხელებს. მუდამ თქვენი ერთგული ზაქარია ფალიაშვილი. 1930 წელი, 8 აგვისტო, პიაწიგორსკი. ოთარეს არ უნდა აღიარება მამაჩემს არასდროს იმისი, რომ ზაქარიაშვილი იყო და გორდელ ხალხს ყოველთვის მისდევდა და თვითონ ეს მდგომარეობა, რომ მისი ნათლული იყო, რაც არის წერილებში ნათქვამი, რომ არის ჩემი ნათლული, თქვათ, ოთარი როგორ არის, ეს იყო შექმნილი და მოგონილი მათ მიერ, რომ რაღაცნაირად დაეცვათ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაც ალბათ იყო საჭირო რა. ბრძნული გადაწყვეტილება იყო სამაგისო და იმ დროისთვის. შემდეგი ოპერაც, ოპერა ლატავრაც, რომელიც აიაქვეა, ეს ხელნაწერის მაშინ ქალბატონ ნადეჟდთან ერთად ეთახება და ესეც ზაქარიამ მეუძღვნა
ნაძიაშ და ბუზოულის ორი ოპერა ქალბატონი ნაძიაშთაგონებით არის შექმნილი და შეიძლება მარუს სახეში ასე ვთქვათ მისი ანარეკლიც დავინახოთ და ეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს მათ ურთიერთობას და თვით ქალბატონი ნაძიაშთას პიროვნებას. ბოლოს ერთი წერილი მაჩვენა ქალბატონმა ნაძიამ, რომელიც 1932 წლით არის დათარიღებული. ფაქტურად უკვე ზაქარია მძიმე ავათარის განუკურნებელი სერით იყო შეპყრობილი და დაისის ხელახალ დადგმას, რომელსაც ზუნავა ზგამდა, ვერ ესწრება პრემიერას, იმიტომ რომ ლოგინათ არის ჩავარდნილი და ესეთი ფრაზაც არის მე და შენი დაისის დადგმას, ასე ვთქვათ, ხაზგასმი თუ სვამს აი ამ სიტყვას, მაგრამ მაშინ ჩემზე ამ ყველაფერმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ძვირფასო ნადეჟდა ივანოვნა, ამ ორ სიტყვას ლოგინში მწოლი არ ეკწერ. ჩემი ავადმყოფობა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ექიმებს ეგონათ. ჯერჯერობით კარზე გამოსვლა აკრძალული მაქვს. და ამისთვის წუხარ რომ ხვალ, ესე იგი 24-ს ვერ დავესწრები დაისის წარმოდგენაზე. მაგრამ გულს იმით ვინ უგეშებ, რომ ჩემი მეგობრების, ჩემი საყვარელი ბუზოღლის ოჯახობა გამიწევს მაგივრობას და ვიფიქრებ, რომ მეც იმათთან ერთად თეატრში ვარ. მით მომეტებული სამწუხაროა ჩემი ხვალი კომყოფლობა, რომ სწორედ 9 წლის წინათ 1923 წლის 24 დეკემბერს პირველად დაიდგა მე და შენი დაისი. მაგრამ რა ვქნა, როცა ეს ასე მოხდა. დამიკოცნი ჩემი ოთარიც, მაგისი ჭირიმე. უთხარი ძია ავად არისო. თუ მოვრჩი მეორე დღეს ვეამოვალ თქვენსას. მაშ კოცნით 1000-ჯერ და გისურვებთ ყველას დაისის გამარჯვებას. ზაქარია ფალიაშვილი 1932 წლის 23 დეკემბერი. $1933 წელსა მაისის 7 დღესა მე ზაქარია პეტრეძე ფალიაშვილი გჩუქნით თქვენ ნადეჟდა ივანეს ასულ ბუზოღლის ჩემი საკუთარი თავისუფალი დავააგრძალვისაგან საავტორო უფლებებს ყოველგვარი აქედან გამომდინარე შედეგებით ოპერა დაისზე და ლატავრაზე და კიდევ რომანსები რისთვის მიყვარხარ ახალ აღნაგო სულო და იავნანა. მე ნადეჟდა ივანეს ასული ბუზოღლი ამ საჩუქარს ვღებულობ თქვენგან ზაქარია პეტრეძე ფალიაშვილისაგან მადლობით. ოთარს ძალიან უყვარდა თავისი ფაქტიური მამინაცვალი და ისიც ასეთივე სიყვარულით პასუხობდა ძალიან და ამიტომ მას არ შეამოვნობდა, როდესაც ვიღაცა დაეწყოდა, რომ შენ ხომ ფალიაშვილი საიმე შევესწარი ერთხელ ცენას. საიდან აიღე ოთარმა? არა აი შევახსოვს კონსერვატორიის მცირე დარბაზის წინ. მაგრამ მერე უკვე, როდესაც უკვე სკოლა დაამთავრა, როდესაც ოთარმა ჯერ თბილისის დაამთავრა მუსიკალური ათლედი და შემდგომ მოსკოვის კონსერვატორია და უკვე გახდა ცნობილი და უკვე საამაყო იყო მისთვის, რომ იგი არის ფალიაშვილის ვაჟი. იმას თავის ოჯახი ყავდა, წყინვალე პიროვნება იყო მაგის ქმარი. ძალიან კარგი არქიტექტორი, ჭკვიანი და რაღაცა, მაგრამ ალბათ ეგრე მოვიდა, როგორც მაიაკოვსკის და ბრიგს და ეს რა ქონდა, როგორც გალას და მას რა ქვია, სალვადორ ზალიას და ელიوارს, ყველაფერი ხდება ჩვენ ცხოვრებაში. სიყვარული მაგისთან რამეა. სხვათა შორის აი ყველა ამბობდნენ რომ ოთარი და ზაქარია რა ერთნაირად აი როგორც მე ხშირად ლაპარაკობ მაგრამ მაგისტრად ჩვევქონდა მამაჩემი სხვათა შორის აი ეგრე ხო აი ამითიც გავს და გავდა ზაქარია და სადაკ მუსიკალური ნიჭით 1994 წელს 16 დეკემბერს იყო დაკრძალული მამაჩემი და სხვათა შორის იმავე დღეს გაჩნდა ჩემი შვილი
მე 1000-აც არ მქონდა, მაგრამ სადღაც 18-19 რიცხვში ვიყავით აბარებული მაშინდელი იუსტიციის მინისტრის თედო ნინიძის მიერ, რომელმაც მითხრა და დამიკონკრეტა ძალიან მოკლედ, რომ ზაქარია ფალიაშვილს არ ყავს გამგზელებელი გვარის და პირდაპირ აგებით დამიდო ფურცელი პასტა, სადაც უნდა დავწერე მე განცხადება მის სახელზე. მომენტალური რეზოლუცია იყო დადებული, რომ მე ამეღო ფალიაშვილის გვარი, რომ ჩემი შვილის გამო, რომ ჩემი შვილს ჰქონდა ეს გვარი და ჩემი შვილი დღესდღეობით, როგორც ერთ-ერთი ბიჭი და კაცი მემკვიდრე, არის ფალიაშვილის გორდელი ფალიაშვილი. ნაჯეჟდა ბუზოღლის არქივში დაცული წერილებისა და დეპეშების უმეტესობა ლენინგრადიდანაა გამოგზავნილი. 33 წლის ივნისში ავადმყოფი ზაქარია ძმებმა ლენინგრადში წაიყვანეს გამოსაკვლევად. ჩემო ძვირფასო და კარგო ნადია, ეს არის მივიღე შენი წერილი სპეშნოი პოჩტეი, ანუ მერვედ დღეზეთ. ნუ მღელვარებ ჩემო სიცოცხლე, ეგების ღმერთმა ჰქნას და ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. რა ვქნა? გამაწვალეს. ეს 24 დღეა წამლობა არ ამქონია. ერთი რენტგენის სეანსის მეტი. აბა რა უკეთესობა უნდა დამეტყოს. ტკივილებმა თუ არ მოიმატა, არც დამიკლო. ესე ჯერჯერობით გამოუკლეველია ჩემი მდგომარეობა. რა ვქნა? დავჩაჩანაკდი ესე. უთქვენობამაც სიცოცხლე მომისპო. თქვენი დანახვა მინდა გენაცვალოთ ორივე სულში და გულში. გიკოცნით ბაგეებს, თვალებს, თითებს და ყველაფერს შემოგვრიტო და სიცოცხლე. ოთარიკოს ვენაცვალე. წერილი მალმალე მომწერე. შენი ზახბედი. 5 ივნისი 1933 წელი. სწრაფი წერილი მივიღე. კონსილიუმი გადაიდო უახლოეს დღეებზე. ტკივილები გრძელდება. თქვენი ჩამოსვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ. დაველოდოთ კონსილიუმს. ავადმყოფობა დიაგნოზის პროცესშია. ამ დღეებში დაიწყებენ რენტგენოთერაპიას. ღელა ოთარიკოს ჯანმრთელობაზე. მდგომარეობა უარესდება. იღებენ ზომებს. კონსილიუმი ჩატარდა. დიაგნოზი კიბომეტასტაზებით. პალიატიური მკურნალობა ტიფლისში. ჩამოსვლის თარიღს შეგატყობინებთ. ანტონ ფალიაშვილი. ჩამოვდივარ 21-ში. მე 20 მატარებლით. თბილისში დაბრუნების შემდეგ ფალიაშვილმა მხოლოდ 3 თვე იცოცხლა. მე პატრონაჟს მიწევდა ბებიაჩემის გარდაცვლების შემდეგ ლიდმიხალნა ფალიაშვილი, ივანე ფალიაშვილის ცოლი. და მიყვებოდა რაღაცებს ოჯახიდან და ისიც უთქვია, რომ ბოლო თვეებში არ ვიცი, მძიმე ავადმყოფობის გამო შეიძლება ფიზიკურად შეიცვალა ან რაღაცა შეიცვალა ნაჯეჟდას მოსვლა რასაკველი ამ ოჯახში გამორიცხული იყო და არ თვითონ ზაქარიაც იხედებოდა იქეთკენ.
მე როგორც შემიძლია თქვა დასტურებულად რა არის მართალი, არ ვიცი, მაგრამ აი მოყოლიდან ჩანს, რომ უკანასკნელ პერიოდში, ცხოვრების უკანასკნელ პერიოდში ნადეჟდასთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვეტილი იყო. ზაქარია უკურნებელი სენით გახდა ავად. მისი მორჩენის იმედი აღარავის ჰქონდა. ამ დროს მის სათროს მისთვის წყენა მიეყენებინა. ამის გამო ლოგინად წოლიარე ზაქარიამ დამიბარა მე, შავა დადიანი და ილია მამფორია, იმ დროს კონსერვატორიის დირექტორი. მან გვიამბო, რომ მას უყვარდა ერთი ლამაზი ქალი და იმ ლამაზ ქალს უძღვრა ოპერები ლატავრა და დაისი. ისიც გითხრა, რომ იმ ქალის სიყვარული არ ყოფილა უანგარო. ამიტომ ჩვენ გვავალებდა, რომ ოპერების მიძღვრა ამ ქალისადმი მთავრობის მიერ გაგვეუქმებინა და გადაგვეცა კონსერვატორიისთვის, რომლის შემოსავალი მოხმარდებოდა ნიჭიერს, მაგრამ ღარიბ მოსწავლეს. მე ანდერძი დავწერე და ზაქარიამ ხელი მოაწერა. ახლა სად არის ეს ანდერძი, არ ვიცი. მეორე დღეს მე და შალვა დადიანმა მთავრობის თავმჯდომარეს თენგიზ ჟღენს გავაფორმებინეთ ზაქარიას სურვილი. ზაქარია ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც ეს გაფორმება გაზეთ კომუნისტში დაიბეჭდა. ძვირფასო ზაქარია, გწერთ წაღვერიდან. თუმცა იმედი არ მაქვს, რომ ეს წერილი თქვენამდე მოაღწევს. ნაჯეჟდას ძალიან ეწყინა ოპერების ნაციონალიზაცია. ფალიაშვილი მის წერილებს აღარ პასუხობდა. ამიტომ ქალმა მწერალ შალვა დადიანს თხოვა მისი წუხილი კომპოზიტორისთვის გადაეცა. 31 ივლისს მე დავემშვიდობე ზაქარიას. პატარა ოთარიკოსთან ერთად ვიყავი მისული. არ მინდოდა დასასვენებლად წასვლა, მაგრამ ბავშვს ყივანა ყველა ჰქონდა და ზაქარიამ ბავშვის ჯანმრთელობა შემავედრა. დამპირდა, რომ ყოველდღე შემატყობინებდა წერილობით თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამის შემდეგ კი გაზეთიდან გავიგე, რომ მან მოახდინა ოპერების ნაციონალიზაცია. ტასო ვირსალაძესგან ვიცი, რომ ზაქარიას, ჩემი ნაჩუქრობის გამო, ოჯახში ისეთი გაუსაძლისი მდგომარეობა შეექმნა, რომ ის საწოლ ოთახში ჩაიკეტა. ბავშვივით ტიროდა და ითხოვდა, ჰოსპიტალში წამიყვანედა. მე არ ვიმსახურებდი მისი მხრიდან ასეთ დამოკიდებულებას. ყველა მიცის თუ რა როლი მიმიწყოდა მე დაისის და ლატავრას შექმნაში. ჩემი სიყვარული მისდამი არასდროს ყოფილა ანგარებიანი. ერთადერთი გამართლება ჩემი მისდამი მეგობრობისა არის მისი ტალანტი, რომლითაც მე ვამაყობდი. ამის გულისთვის მე მსხვერპლად გავიღე ჩემი ოჯახი, სადაც კრისტალური მეუღლე და 3 შვილი მყავდა. გთხოვთ, გადასცეთ მას ჩემი თხოვნა. ნუ გასთელავენ ჩემს სუფთა და წმინდა გრძნობებს მისდამი და 12 წლის ნათელ მოგონებებს. ოპერა ლატავრა მისი ბოლო ნაწარმოები აღმოჩნდა. სამწუხაროდ მეტი არ დასცალდა. მამაჩემად გამომიყვანა, ასე ვთქვათ, დაკრძალვის ცერემონიალის საღურებლად ხარზე შემისვა. ახალი კაცი იყო ისედაც. ხარზე შემისვა და დავესწარი აი ამ უკანასკნელ გამოსამშვიდობელ, ასე ვთქვათ, წუთებს ფალიაშვილის დაკრძალვის, როდესაც საოპერო თეატრის ვერანდიდან მას მაროს სტილით დაემშვიდობა შესანიშნავი მომღერალი ოლია ნინო აცაგურია. ცოცხალი ფალიაშვილი არ მინახავს, მაგრამ კუბოში მისი
სახე ახლაც მახსოვს. კონსერვატორიაში და ოპერაში პანაშვიდები ყველა აუცილებელი ატრიბუტით ჩატარდა. ორკესტრით, გვირგვინებით, საპატიო ყარაულით. ქართველმა ხალხმა გულით დაიტირა საყვარელი კომპოზიტორი. ფალიაშვილი დაკრძალეს ოპერისა და ბალეტის თეატრის ეზოში, როგორც ეროვნული გმირი. ნაჯეჟდა აბაშიძე ბუზოღლი დასაფლავების დღეს არავის უნახავს. ერთი კიდევ ძალაყურად საღები რა მითხრა ქალბატონმა ნაძეჟდამ, რა თქმა უნდა მან მძიმედ განიცადა ზაქარია ფალიაშვილის გარდაცვალება, დასაფლავებას არ დაესწრო, ან ვერ დაესწრო და შემდეგ საამოთი უკვე მისმა მეუღლემ შესთავაზა ქალბატონ ნადეჟდას, რომ მოდი მივიდეთ ზაქარიას საფლავზე და მის ხსოვნას პატივი მივაგოთ. აი ასეთი ფინალი ჰქონდა ამ ურთიერთობას. მე ქვემორე ხელის მომწერი ნაჯეჟდა ივანეს ასული ბუზოღლი ცხოვრები ქალაქ თბილისში შიო ჩიტაძის 10 ნომერში ვტოვებ შემდეგ ანდერძს. მთელი ჩემი პირადი ქონებიდან, რომელსაც მე ვუტოვებ ჩემს ვაჟიშვილებს, მხოლოდ ერთ ვაჟს, ოთარ გორდელს, ვუტოვებ ხელნაწერ კლავირებს, დაისი და ლატავრას და სხვა მუსიკალურ ნაწარმოებების ხელნაწერებს, რომელიც მე მისახსოვრა კომპოზიტორმა ზაქარია პეტრესზე ფალიაშვილმა, რომელთანაც ფაქტიური სამოქალაქო ქორწინებიდან მე შემეძინა ვაჟი ოთარი. მამის სურვილი იყო, რომ ოთარს ფალიაშვილის გვარი ეტარებინა. ვუტოვებ რა ამ კლავირებს ოთარ გორდელს. მე ამავე დროს მას ვავალებ, რომ მან გადასცეს ისინი, როდესაც ის ჩათვლის საჭიროდ ეს ხელნაწერები რომელიმე მუზეუმს, რათა დაუბრუნოს ქართველ ხალხს ის, რაც მისმა გენიალურმა შვილმა შექმნა. თბილისი 1969 წლის 6 აგვისტო.
Christus mich war